საქართველოს უსაფრთხოება, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და ევროპული მომავლის უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ეს ის მთავარი გზავნილია, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩების კონფერენცია 2024-ის ფარგლებში გააჟღერა და საზღვარგარეთ ქვეყნის დიპლომატიური უწყებების წარმომადგენლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება მათ როლზე გაამახვილა განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლება ყველა ნაბიჯს დგამს. ჩვენს მთავარ საზრუნავად ისევ და ისევ ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ყველა საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება რჩება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის მშვიდობიანი ბრძოლის ყველა შესაძლებლობა სათანადოდ გამოვიყენოთ. საქართველოს მიმართ მიზანმიმართული ხშირად უსაფუძვლო და უსამართლო კრიტიკა ნაბიჯები მხოლოდ ცდილს აყენებს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას, იმ ქვეყნებთან ურთიერთობას, საიდკენაც მივისწრაფით. დიდია ჩვენი დიპლომატების როლი ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობების წარმართვაში და საქართველოს შესახებ დეზინფორმაციული კამპანიების სათანადოდ გამკლავებაში. ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ფუნქციის რეალიზება და დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი როლის მორგება ასე აქტუალური არასდროს ყოფილა. ამ ხიდის შენებას სჭირდება გეოპოლიტიკური მოცემულობის სწორი შეფასება და ბევრი მუშაობა იმისთვის, რომ მაქსიმალური სარგებელი ნახოს ჩვენმა ქვეყანამ. საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და პროგრესი არ უნდა რჩებოდეს შეუმჩნეველი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და ამისთვის კიდევ უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობით მონიჭებული შესაძლებლობები. ჩვენი თანამემამულეების ინტერესების დაცვა, მათთვის სამშობლოსთან კავშირების ხელშეწყობა უნდა იყოს ქართველი დიპლომატების ყოველდღიური საზრუნავი. შუა დერეფნის როლი, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება, ეკონომიკური ზრდა და ქვეყნის ევროინტეგრაცია. ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც მთავრობის მეთაურმა კონფერენციის ფარგლებში ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა შერიგების პოლიტიკაზეც და ამ მიმართულებით დიპლომატიური სამსახურის აქტიურ მუშაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებში. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ევროინტეგრაციაზე. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, 2028 წლისთვის საქართველოს ასოცირების შეთანხმების 90%-ზე მეტი უკვე განხორციელებული ექნება. ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. როგორც ბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, სამწუხაროდ ეს თემა ხშირად გამოიყენება სპეკულაციებისთვის კონკრეტული საერთაშორისო სუბიექტების მხრიდან. თუმცა თქვენ ხედავთ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების და წინააღმდეგობების მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით და ამის გამოხატულება იყო შარშან დეკემბერში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება და რა თქმა უნდა ამ წარმატებაშიც ჩვენი დიპლომატების როლი არის, თითოეული თქვენგანის როლი არის განსაკუთრებული. ჩვენ განვაგრძობთ რა თქმა უნდა ყველა ვალდებულების შესრულებას, როგორც უკვე აღინიშნა დღესაც ჩვენ განვაგრძობთ ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას და 2028 წლისთვის ამ ვალდებულების 90%-ზე მეტი გვექნება შესრულებული და ასევე რაც შეეხება DCFTA-ს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აქაც გეგმავთ 4 წელიწადში შევასრულოთ ვალდებულების 90%-ზე მეტი. ასევე ჩვენ ვართ რეგიონში, ფართო რეგიონში ლიდერი დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა ამ დამსახურებასაც სჭირდება შესაბამისი დაფასება. ამ ყველაფრის ერთ-ერთი გამოხატულება ის, რომ საქართველო გამოირჩევა ეკონომიკური ზრდის განსაკუთრებულად სწრაფი ტემპით. საქართველო არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპაში არის ნომერ პირველი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების თვალსაზრისით. საქართველო ტრადიციულად ასრულებდა ძალიან მნიშვნელოვან როლს დაკავშირებადობის კუთხით. ჩვენ ისტორიულად ერთმანეთს ვაკავშირებდით ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს და რა თქმა უნდა ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ჩვენი ამ სტრატეგიული ფუნქციის აღდგენა, რისთვისაც ხელისუფლება ბევრ ამას აკეთებს, მათ შორის მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება ინფრასტრუქტურის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ამასთან ერთად პარალელურად საჭიროა დიპლომატიური აქტივობების
განხორციელება იმისათვის, რომ ჩვენ ხელი შეუწყოთ ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის მაქსიმალურად გაძლიერებას. ამ კუთხით მათ შორის უმნიშვნელოვანესი პროექტებია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, ანაკლის პროექტი, რომელთა წარმატებისთვის ქართულმა დიპლომატიამაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ელჩების კონფერენცია 2024-ის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტიც. მიხეილ ყაველაშვილმა ბოლო წლების განმავლობაში მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და არჩევნების დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებულ დეზინფორმაციებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეუთო ოდირის საბოლოო ანგარიშმა კი ყველა სპეკულაციას წერტილი დაუსვა. საქართველოს მიისწრაფის გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ეს გახლავთ ჩვენი ხალხის ცივილიზაციური არჩევანი, რომელიც გამყარებულია ჩვენი კონსტიტუციით და ისეთივე მტკიცია, როგორც ყოველთვის. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ევროინტეგრაციის და ჩვენს მიერ კონსტიტუციით გარანტირებული პროდასალური კურსი ხშირად გამოიყენება სპეკულაციებისთვის, ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო კუთხით. არაერთ სპეკულაციასთან მქონდა საქმე და ვიცით, რომ ეს ყველაფერი სამწუხაროდ ემსახურება ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციას, ამიტომ ძალიან აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ჩვენი ვალია მსგავს სპეკულაციებს სიმართლე დაუპირისპიროთ. დღეს ქვეყანაში შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟი და მძლავრი დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გრძელდება. 2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეც და 2030 წლისთვის ვიქნებით საუკეთესოდ მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ისეთივე ურყევი და მტკიცია ჩვენი პრიორიტეტი ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომ განვამტკიცოთ უფრო ჩვენი ურთიერთობები, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ყველა გაუგებრობა აღმოიფრება და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტით განსაზღვრული პრიორიტეტები სათანადოდ აისახება ჩვენი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით. 2024 წელს საქართველოში ჩატარდა ისტორიულად მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები. გადავედით სრულად პროპორციულ სისტემაზე და ასევე საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიები დავნერგეთ, რაც საეტაპო ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. გასულ კვირას გამოქვეყნდა ეუთო ოდირის დასკვნა ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რომლითაც შეიძლება ითქვას, რომ დასრულდა ყველანაირი დამაზიანებელი სპეკულაცია არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. ზოგიერთი ჯგუფის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების საპირწონედ მნიშვნელოვანია ელჩების აქტიური საქმიანობა, რათა შეწყდეს თავდასხმები ქართულ დემოკრატიას. კიდევ ერთი ისტორიული მოვლენა გახდათ საარჩევნო კოლეგიის მიერ პარლამენტის სასახლეში საქართველოს მე-6 პრეზიდენტის არჩევა, რითაც სრულად ამოქმედა საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის სრულად საპარლამენტო მოწყობას ითვალისწინებს. გუშინ პარლამენტის სასახლეში ჩატარდა პრეზიდენტის ინაუგურაცია, რომელმაც საბოლოოდ მოიყვანა სისრულეში საქართველოს როგორც საპარლამენტო რესპუბლიკის პოლიტიკურ სამართლებრივი სისტემა. საპარლამენტო მმართველობის სრულყოფილად შემოღება კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს და კანონის უზენაესობის პრინციპებს. რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ სტაბილური და უსაფრთხო გარემოა, ამაზე ისაუბრეს საზღვარგარეთ ქვეყნის დიპლომატიური უწყებების წარმომადგენლებმა. აღნიშნეს, რომ თავიანთ მისიებში სწორედ ამას ემსახურებიან. რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე რეგიონში საქართველოს გარშემო არსებული ცხელი წერტილების რაოდენობის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის სტაბილური და უსაფრთხო განვითარება, რომელიც საქართველოს გააჩნია და რომელიც უზრუნველყოფს მის მნიშვნელობას, მის ზრდის, მის ფასს. აქედან გამომდინარე ჩვენთვის, როგორც საქართველოს დიპლომატიის ხელმძღვანელობისთვის უცხოეთში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საგარეო პოლიტიკის გამსაზღვრელი, საგარეო პოლიტიკის აღმასრულებელი, სახელმწიფო შტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრა, მათთან დისკუსია იმისათვის, რომ საქართველოს ეროვნული, საქართველოს სტრატეგიული, კონსტიტუციური მიზნები განვახორციელოთ.
ელჩების კონფერენცია 2024 3 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. საზღვარგარეთ ქვეყნის დიპლომატიური უწყებების წარმომადგენლებთან ერთად მასში მონაწილეობდნენ ცენტრალური და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.